შუადღემშვიდობის ძვირფასო გულშემატკივრებო, ეთერშია რაგბი TV და დიდი 10-ის მესამე ტურის გათამაშება, სადაც ერთმანეთს ქუთაისური და თბილისური გუნდები დაუპირისპირდებიან. სახში ქუთაისის არესი, თბილისის არმიას ღებულობს, მასპინძლობს. მე ლუკა კილასონია ვარ, ჩემთან სერგო გაბუნია გახლავთ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება ქუთაისის არენაზე. მთავარ სტადიონზე გაიმართება დღეს მატჩი ბუნებრივ საფარიან მინდორზე. დავიწყოთ უცებ შემადგენლობით. სტუმრები არმია, 1 საბაგო გოლაური, 2 ლევან ჭავჭავაძე, 3 გიორგი ჩხარტიშვილი, 4 დავით გვიდიანი, 5 ვანო ბერიკაშვილი, 6 იაგო გელაძე, 7 ტატო გვიმრაძე, 8 იოსებ გუშარაშვილი ხაში, 9 გუნდის კაპიტანი სადონა ხუცუშვილი, 10 გიორგი თედორაძე, 11 ბექა მაჭარაშვილი, 12 სანდრო მესხიძე, 13 თემურჭი ჯიაძე, 14 ლუკა ტაბატაძე და 15 მელს პიტერს. გუნდის თავმჯდომარე ლაშა ბაირამაშვილი. მასპინძლები ქუთაისის არესი, ბაქარ ბურჯალიანი პირველი, 2 ზალცკიფურიშვილი, რეზი ბაკურაძე 3. ეს ჩვენი პირველ ხაზელები გახლავან. მურთაც ხადაძე და იაგო ხილაძე შეუკიდებიან ერთმანეთს, შეუწყვილდებიან მეორე ხაზში, 6 ირაკლი თევზაძე, 7 პიტა იავამაი და 8-ზე გუნდის კაპიტანი არსენ მაჩალაძე. 9-ზე შერკინებით გამთამაშებელი ეგულ ჯამარგველაშვილი, სანდრო ფურცვანიძე, 10 დავით კვირიკაშვილი, 11 ზურაც ნელაძე, 12 რანი ფხალაძე, 13-ზე იაგო ხაბულიანი დაიწყებს და 14 ნომერზე და ცოტნე ყვესელავა შეკრავს გუნდს ფულბეკიდან, იგივე 15 ნომრად გუნდის მწვრთნელი სერგო ფრუიძე, გიორგი ჩიხლაძე გუნდის მენეჯერი. ეხლა კი მომსახურე პერსონალი დღევანდელი მოედნის შოთა თევზაძე გახლავთ, მთავარი მსაჯი, კიდეზე მას დაეხმარებიან ონისე მოგელაშვილი და დავით ლაბაძე. მეოთხე მსაჯი სევერიან ჯანგავაძე იქნება, დელეგატი გიარევიშვილი, მდივანი დავით კოხრეიძე და ხიზელი თვალი გელამ შვილდაძე გვყავს. ვიდეო და ჟიური, ოქმის მიხედვით, ვიდეო რეფერი ამ თამაშზე არ გახლავთ, ჟიური არ არის მითითებული. რა შეგვიძლია ვთქვათ, განვლილი თამაშები არესმა ძალიან კარგად დაიწყო ჩემპიონატი და 2 თამაშიდან 2-ვეში გამარჯვება მოიპოვა და 9 ქულით არის ცხრილში, ხოლო არმიამ 2-დან 2-ვე მარცხი გემა. პირველი თამაში ლელოსთან ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს, შემდეგ ხმთან საკმაოდ სუსტად გამოვიდნენ და თითქოს ეძინათო. მოკლედ, თუ შეიძლება ასე ითქვას და ნახოთ დღეს იმედია 2-ვე გუნდი კარგ რაგბის შემოგვთავაზებს. ველოდებით ჩოთა თევზაძის დაწყებით სასტვენს და მიუყვებით თამაშს თქვენთან ერთად. ხო, აქ არმიამ დაიმატა გაზიერდა შავი ლომის მორაგბეებით, 2 შავი ლომის მორაგბე ყავთ დღეს შემადგენლობაში, 3-ზე გიორგი ჩხარტიშვილი, ხოლო 8-ზე იოსებ გუშარაშვილი. და შეყავს თამაში ბურთი და რომელიც პირდაპირ გადავიდა კიდეზე და ისე რომ მოედანს არც დაცემია, ამიტომ იქნება შერკინება, უბრალოდ არჩევანი ექნება წესის არადამრღვევ გუნდს, ამ შემთხვევაში არმიას დარტყმის ადგილის გასწვრივ შერკინება, დარტყმის ადგილიდან გასწვრივ დერეფანი, დარტყმის ადგილიდან შერკინება, ან ხელახლა გამეორებინოს დარტყმა, თუმცა ეს მე რამდენად ვამბობთ, რომ ხელახლა გამეორება უკვე დიდი ხანია აღარ მინახავს. კი, რა თქმა უნდა, უკვე პროფესიული სპორტია რაგბი, ასე რომ ეს წესი შემორჩენილია, რა თქმა უნდა, სამოყვარულო რაგბის სულისკვეთებიდან არის. თუმცა პროფესიულ რაგბში ხარ ავიცი ვიღაც სპეციალურად თუ გააკეთოს მაგას, რომ აი აჩვენოს, რომ ეს ვაკეთო, რა თქმა უნდა, ეს უკვე თამაშის სულში აღარ ზისის, რომ შენ მოთხოვო თავიდან. პირველი შერკინება თამაშისა, ნახოთ, შერკინება მოგეხსენებათ საკმაოდ ძიმე კომპონენტია და ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველებისთვის. იმედია არ გვაწვალებენ არც მსაჯები და არც მოთამაშეები დღეს. კი და ძალიან კარგ ფორმაშია არესის 3 ნომერი რეზი ბაკურაძე, ძალიან დიდი გაბარიტების 3 ნომერი. კი. ალბათ მე მგონი ყველაზე მასიური უნდა იყოს თვალსაჩინო ჩვენს ბურჯებში, დიდაც გულისხმობ, არ მახსენდება პრინციპში მასზე დიდი სხვა. რა თქმა უნდა, კარგად მოდავფიქრდე. 3 ნომერით არის მითითებული. ხო, შეცდომით არის. ნახდათ რეზი ბაკურაძეა 18 ნომრით, 3-ზე პოზიციურად. და ხო, პირველივე შეკრებაში თავისუფალი დარტყმით დაისაჯნენ თბილისის არმია და რას იზავს ახლა აქედან არესი. ფურცვანიძე მაღალ აბრაგანს დაკიდებენ სავარაუდოდ და ითამაშებენ ხელით. კარგად აიღეს მერსპიტს. კარგი იყო.
ახუცრიშვილი მისცემს აძლევს მორკინალებს. ჭავჭავაძე. არ იყო მაინც დამეც კარგი გადაცემა მასზე, თავისთვის გვერდზე გარბუდოდა, იმ დროს მიიღო პასი, საბოლოოდ გაიშალა ხაზზე. გუშარაშვილი. კარგი კონტაქტი მისცა გუშარაშვილმა იქვე გადაწოდა ბურთი, მაგრამ შემდეგ კონტროლიდან დაკარგეს, თუმცა უკან წავიდა და აი მეორე ეპიზოდში კი წინ გადმოუვარდათ არმიელებს და მორიგი შეერკინება 22 მეტრიან ზონაში, სადაც არესის მორაგბეები შეაგორებენ ბურთს. კი, რა თქმა უნდა, ეს 22-ში თამაში არესის ძლიერი მხარეა, ძალიან ეფექტურად იყენებენ ისინი ამ ზონაში შესვლებს, მაღალი პროცენტით ასრულებენ ქულებით. ნახოთ ეხლაც შეერკინებაში დომინანტები არის. ანა ეს სწორედ ჩვენ ვახსენეთ. 3 ნომერი ძირითადად რა თქმა უნდა ბაქარ ბურჯალიანი ძალიან გამოსული ბურჯია, მაგრამ აი ამური კაცის ხარჯზე დომინირებს ხშირად არის იმ ბრძოლაში. უკვე საკუთარ შეგდებაზე ვნახოთ. ვერ მოეწყო ეს შერკინებაც კარგად. კი, თავიდანვე ყოლოდ ცუდად შევიდნენ, შოთათებზაძე გადააწყობს. შერკინებას. ხო, აქ სამ გაიწელა ეს ეპიზოდი, თქვათ, შევეხოთ მესამე ტურს, ტური დაიწყო გორში ციქარამ გაიმარჯვა 24-3, ბონუს ქულა აიღეს ტურებმა. გუშინ ყაზბეგი დამარცხდა სახში ბათუმთან 17-26 ბათუმელებმაც შეტევის ბონუსი დაიმსახურეს, ხოლო ლელომ დაამარცხა აია 29 დრამატულ შეხვედრაში ბოლო წუთზე მიხეილ ყაჩლავაშვილმა გაიტანა ლელო და გამარჯვება მოუტანა ლელოელებს. გადაეწყო შერკინებამ, ნახოთ აბა მეორე მცდელობა. და ეხთა იგივე დარღვევა ორივე გუნდის მხრიდან. თევდორაძე, ეს ბიჭი ახლა რა თქმა უნდა არესის აღმავლობის ისტორიას პირდაპირ უკავშირდება. სწორედ ის იყო ძირითადი 10 ნომერი, კარგად დაარტყა, გადავიყვანა ქუთაისლების საკუთარ ნახევარზე. ნახოთ, პირველი დერეფანი ახლა ამ შემთხვევაში ქუთაისის არესი მოაწვის, ნაკლებ კაცად დერეფანი აქვს მათ დაყენებული. ცუდი მოწოდებული აიღო მაგრამ კარგად ცხადაძე. საბოლოო ჯამში კარგად დაიტოვეს და ნახოთ რას განავითარებენ აქედან. ხილაძე კარგი დარტყმა გააკეთა, მიიწევს წინ გას ფეხზე და გამოტაცეს ბურთი ხელიდან. ვანო ბერიკაშვილი. ნახუცრიშვილი ხაზზე გადის. მარჯვენა ფლანგზე. კარგი გადაცემა მაჭარაშვილი. შიგნით წავიდა, ჭკვიანათაც მოიქცა მაჭარაშვილი, სწრაფად უნდა გავიდეს ბურთი. აქედან ასეც ხდება, მიიღო საბოლოო ჯამში გოგოლაურმა. წავიდა გოგოლაური საკმაოდ ძლიერად, ჩადოკიდებაც ბურთი და კიდევ ერთი შეტევის განხორციელების შანსი აქვს არმიელებს. ზურგს უკან გადაცემა ოდნავ შეუნელდათ სისწრაფე არმიელებს. კარგად ამოგდება, ძალიან კარგი იყო. კიდევ წინსვლა 22 მეტრიან ზონამდე მივიდნენ და ჩაჯდნენ კარგად ბურთზე არესის მორაგბეები და ჯილდოთ მოიპოვეს ჯარიმა. ცოტა კვესელავა ივარდგა, არ და კარგად გაათამაშა აიამ და ეს წყალში ჩაეყარა ყველაფერი. ორივე ფრთაზე ეფექტურად ითამაშეს. საბოლოოდ აქ ფუცხვაინძე დაარტყამს აუტში. მორიგი დერეფანი მზემაც გამოაჭკიდა, კარგი სარაგბო ამინდია, სხვათა შორის არ გახლავთ ძლიერი ქარი, არ გახლავთ წვიმა თქეში და ასეთი გუშინ გააფუჭა ცოტა თამაშები ამ ძლიერი ქარი წვიმაზე არ ნაკლებად. გუშინს არ აუშავს, გუშინ წინა ტურის თამაშებს ხო საერთოდ საშველი არის. კარგი გადაკიდება
პიტერსმა მე მგონი თავის ხარის გადააგდო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ქუთაისელები არიან ბურთით, მივიდნენ 22 მეტრიან ზონასთან მოწინააღმდეგის. პიტა შევიდა შიგნით. განთავისუფლა ბურთი მე მგონი და ჯაჯარიმდებიან. კი, ვერ მოახერხა ბურთის გადარჩენა, ვიტამ ცადა ეს გაშვება და ისე, მაგრამ ჩანაფიქრი ნამდვილად კარგი ჰქონდა. აქ ტრავმებია. ნახოთ. რახან პირველ წუთებზე ის პაუზებია, პირველ ლიგას გადავხედოთ. პირველ ლიგას დაიწყო მოგეხსენებათ. ორი ტური უკვე გაიმართა, ლიდერობს ყოჩები, წელს შარშენ გავარდილი და პირველ ხო როდგილზე ისეთი გუნდია, ორი ისეთი სახელოვანი გუნდია, ყოჩები და ლოკომოტივი ორ-ორი მოგებით. ქართული რაგბის ისტორია სწორედ ამ ორი კლუბიდან იწყება, ესე ვთქვათ. და ამჟამად პირველ ლიგაში არიან, თუმცა ხედავთ რომ ლიდერობენ და ნახოთ მოახერხებენ თუ არა რომ მოახერხებს თუ არა რომელიმე მათგანი ან ორივე დიდაჩი დაბრუნებას. და ეგრევე ცვლილება არმიას შემადგენლობაში. ვინ გადის? ნახოწრიშვილი დაბრუნდა მე მგონი მოედანზე. იქეთ მელს პიტერსი იყო ტრავმირებული. როგორც ჩანს ნახტომში მიიღო ტრავმა. პიტერსი წამოდგა თითქოს და თედორაძე გადადის აუტში. ორი ხელით მოიგეს არმიელებმა დერეფანი და საბოლოო ჯამში ფეხით ძლიერად და მაღალ ბურთს კიდებენ. და აქ რა ხდება? არის ის აბურთი, ჰაბულიანი და ისო პიტა. იქვე შებოჭეს და ამავ ნახოთ ვერ მოასწრეს ესე იგი ბურთის ამოგება არმიელებმა. ხელდახელ წამოვიდა არესი, კარგი ბოჭო გააკეთეს იქვე ცენტრალურ ხაზამდე მიაღწიეს მასპინძლებას უკან გადაცემა. სწრაფი ხელები აქვთ შანსი მე მგონი გარეთ გავიდნენ, მაგრამ ბოჭავენ იქ არმიელები. დაიცვეს რაკი. ბაკურაძე წავიდა და დაკარგა ბურთი. ხელიდან ართვა ამ შემთხვევაში იაგო გელაძემ კარგად ითამაშა და გრძელი გადაცემა მარჯვნივ. თევდორაძე კიდეზე ხო არ გადადის? კი, პირდაპირ გადადის და დარტყმის ადგილის გასწვრივ იქნება მოწინააღმდეგის დერეფანი. აი ესეთი საჩუქრები, კონცერტები უფრო უკეთ უნდა გამოიყენონ გუნდებმა, სერგო. რა თქმა უნდა, კვალდებული იყო დოდოძე უკვე დაერთხა. არა მაინდა თევდორაძე არა, აი რო გაეშალათ მოედანში უფრო კარგი დარტყმა ხო ხელით, მაგროს ხო როგორც ისე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მე თვითონ მწვრთნელი არა ვარ, მაგრამ ძალიან ბევრ რაგბის უყურებ და როდესაც ბურთს კარგავ შეტევაში, მოწინააღმდეგე უკეთეს მდგომარეობაშია შეტევის დროს, რადგან თქვენი დაცვა ამ დროს მორღვეულია და უფრო მეტი შანსია რომ საფრთხე შეექმნას იმ გუნდს, რომელმაც უშუალოდ დაკარგა ბურთი. დრო ისევ ჩაერთო და ქუთაისის არესი მოწინააღმდეგის 10 მეტრიან წყვეტილ ხაზთან ორი ხელით იგებს დერეფანს მოლით ჩამოყალიბდა და დაძვრას ძალიან კარგი ჰქონდა. უკან პიტაზე ზეულად შებოჭეს და ნუ იარა საკმაოდ დიდი ხანი, მაგრამ აქ ძირს დაეცნენ არმიელები და ამიტომ მოუწევთ ბურთზე აღარ ითამაშონ. ახტება მორკინალები თუტევენ თევზაძე ორი თევზაძე მერხელი შეუშალა საჯი და მოთამაშე. ცუდი პასი, აი თუმცა აიღო ბურთი რანი ფხალაძემ. კარგი თამაში, შევიდნენ 22-ში ქუთაისლები. მჭრაზე პასი. კიდევ ერთი ტრავმა აქვთ იქ არმიელებს. პიტა გაიშალა ფთაზე, ბაჩალაძის კი ღაბულიანი სწრაფია.
და პირველი ლელო წინპასი თორსები დასტვინა შოთა თევზიც. იქნებოდა უნდა მეთქვა. მანამდე ჯარიმის უპირატესობა ჰქონიათ როგორც ჩანს მასპინძლებს და უბრუნებს შოთა თევზაძე ჯარიმას. მე-11 წუთით 0-0. უბურთოზე ბოჭვა როგორც ჩანს. აქ ხდება გაათამაშა ზენლაძემ, წავიდა, შემოურბინა. ოფლოუდი. აქ რა ხდება? თვითონ წამოედორა და აბსოლუტურად სწორია რომ ჯარიმას აღარ აძლევს იქ ამ საჯი ზირწოლი არ მოთამაშეს. თევზაძე მოკლეზე შეუტია. კიდევ ცკიფურიშვილი ისა ბურჯალიანი და ეს აქ შეიძლება არა ბურთი აქვთ ამიტომ არ მისცა ჯარიმა შეთევზაძემ არესელებს და ისევ 5 მეტრიან ზონაში კი არა და უკვე სანტიმეტრები მოწინააღმდეგის ლელოსთან და ნახოთ პიტამ და იქვეა საჯიც და პირველი ლელო ეთოლებათ მასპინძლებს 5-0 მე-12 წუთზე დაწინაურდა ქუთაისის არესი. კი ეს თავის სტილში მასიური მორაგბე ვიყავ ძალიან შეკინებაში და კარგად მოარბიეს არმიის დაცვა. თუმცა არესის სტილი არ არის მარტო ეს მათ შარშან ძალიან ბევრი ლამაზელო გაიტანეს ხაზითაც. 5-0 დაწინაურდნენ მასპინძლები. და გარდასახვა აუგაუცუდათ არესის მურაგბეებს რჩება ანგარიში 5-0 სანდრო ფუცხენძეს ოდნავ მარცხნივ წავიდა დარტყმული. აქ ცოტა ბუთი გაიმართა საბოლოოდ იოსებ გუშარაშვილი ბუთით და მოიგო არმიამ მოთაბძოლა და ჯარიმის უპირატესობაც აქვთ როგორც ჩანს ისე უნელებენ ტექნიკურად ქუთაისელები შეტევას უკან გადაცემა მომატყუებელი მანევრი და თევდორაძე გრძელი გადაცემა საბოლოო ჯამში მარჯვენა მხარეს კარგავენ ბურთს არმიელები და ბრუნდება ჯარიმის უპირატესობა. პიტერსი გადაიტანს, ნახოთ თუ მიახლოვდა 22 თუ შევიდა, იდეალური დარტყმა იქნება, იმიტომ არ აქვს მას კუთხე, მაინც და მაინც. ნახოთ, აი, ძალიან, ვერ გადაიტანა, გარისკადა, ვერ გადაიტანა. კვესელავამ ძალიან კარგად დააბრუნა თავის მხრივ. კვესელავამ დაუბრუნა საქმე, ესე იგი, არმიელებს. ხო. კუთხიდან მეტი რაღა ექნა ამ მორაგბეს, როგორ მოხდა სიტუაცია. იქ მართალი ხარ, გარისკა პიტერსმა, მაგრამ არ გაუმართლა. ჩავთვალოთ რომ ამ პოზიციას გადაიტანა აუტი. ჭავჭავაძე ბურთით ხელში. პირველად შევიდა მე მგონი არმია მოწინააღმდეგის 22 მეტრიან ზონასთან. ხო, ესე სტატიკური შეტევით კი ბატონო, ნახოთ აუტი, კარგად მოგებული. თავისი წავიდნენ მიწაზე. და ხო, ამასობაში მთელი არესი უკვე ფეხზე დგას და აქ უკვე გაუჭირდება არმიას. აიღე და მიეძალეს თამაშობენ თბილისელები.
კიდევ ზონაში თუმცა გადმოაგდო მაჩალაძემ. გაიშალა ხაზზე სწრაფად ნახოთ აბა. კარგი ჭრა. კარგად აფეთქდა. ან ეს მოგები აქ ისევ შერკინება. კიდევ ერთი მიძალება. ცუდი პასი და ანუ ამოვიდნენ ამის ცენტრამდე მაჭარაშვილი ნახოთ. კიდევ ერთი აფეთქება თასზე და აქ ვერ გაუგესეთ. მაგრამ როგორც ჩანს ქუთაისელები იქ თამაშგარეში ყოფილან, ჩვენ ვერ დავინახეთ საჯის გაშვერილი ხელი და იქნება კიდევ ერთი ჯარიმა. კი, ამ შეტევაში კარგი იყო სანდრო მესხიძე, კარგი აფეთქებები გააკეთა და ჯარიმა აქ შეუძლია უკვე ალბათ გაშვება დაარტყას არ მომეს ჯარიმა, ჭვიანური იქნება ჩემი აზრით. კი. და გაიტანა ჯარიმა თევდორაძემ 5-3. შეიყვანა ფურცხვანიძემ, არ იყო კარგი შეყვანილი, თავისუფლად უტყავს ნახუციშვილი ყოველგვარი წნეხის გარეშე. და კვესელავა ძალიან კარგია. გამოჭრა, ამოვიდა, გაატანა ხაბულიანს. გადაუვარდა მერე ბურთი, თუმცა უპრეცობა გრძელდება, თუ არნელები რა მოხდა. და უხეში თამაში გადაგი და გადაწონა. ნიანგისებრი გადაყარა როგორც ჩანს. და ამ დროს ეს გადაწონის ხოლმე წინ თამაშს და ჩვეულებრივ ჯარიმაზე რა თქმა უნდა დაუბრუნდებოდა შეკინება არმიას. კარგად უთვალს ფურცხვანიძე მიდის არის 22-თან. კარგად გაათამაშეს დისკოს ტერეფანი, თუმცა წინ თამაში იქნება. ხო, რაღაც ორიგინალური მოიფიქრა არისმა, თუმცა თვითონ მოტყუდნენ და დაკარგეს ბურთი. წინ თამაში აქ ვერ იქნება აუტის ოპცია ვერ იქნება არმიას, ასე რომ შერკინება. ორიგი შერკინება მეოცე წუთის მიწურულია და რაღაცა ისეთი საინტერესო შეტევა არც ერთ მხრიდან ჯერჯერობით არ გვინახავს. იმედია გამოხიზლდებიან ბიჭები და ცოტა ჩვენს აგვაღელვებენ, ასე ვთქვათ. რჩევა დარიგებებს აძლევს იქშოთა თევზაძე. ორკინალებს რადგან არ წავიდა თქვენ. მოუსწრენი ხართ კარგად შერკინებები.
ახუცრიშვილი ემზადება შერკინებაში ბურთის შესაგვარებლად შეგორდა, ეტყობა უშველა იქ რჩევა დარიგებებმა და გამოიტანეს მოკლე ხაზი არმიელებმა მიყოლა საჭირო სხვა შემთხვევაში კარგია ყოჩა კარგად წაიღო ახალგაზრდა მორაგბენ ბურთი ხაბულიანი იყო თუ არ ვწდები გრძელი გადაცემა აქვს სივრცე არმიელებს მაჭარაშვილი აიყვანა კაცი პიტერსი შეუულია მას და ლელო ძალიან კარგი მაჭარაშვილის ლელო იქიდან ტაპატაძე გახდათ უпроსტოდ ვინც წეგან გაჭრა ხაზი მოკლედ და ძალიან კარგად ირბინა და შემდეგ ვეხა მაჭარაშვილმა აი თქვით რომ თითქოს არაფერი არ ხდებაო და უცბად თითქოს გაიგეს და კი გუშარაშვილმა ითამაშა კარგად გაატანა ტაპატაძეს და ტაპატაძე ძალიან კარგი ბიჭია გამორჩეულ აი 18-მდე ვინც უყურა 18-მდე ჩემპიონატს აფრიკაში და არა მარტო აფრიკაში იმაშიც იყო როაერზე საინტერესო მორაგბეა ნამდვილად და ეხლაც თავი გამოიჩინა ლუკა ტაბატაძემ და აი მოულოდნელად დაწინაურდნენ სტუმრები 8-5 და გარდასახვად საკმაოდ კარგ პოზიციაში ექნება თევდორაძეს ზუსტია გიორგი თევდორაძე 10-5 და 8-5 დაწინაურდა 10-5 გარდასახვად იყო და 10-5 არმია 23 წუთზე ხუთქულიანი სხვაობით გავიდა წინ განაახლებენ თამაშს ქუთაისელები ფუცხვაინძე დაკიდა ბურთი იქ ადვილად მიიღეს არმიელებმა ხელდახელ მოდიან ჯერჯერობით მარტოა ეს მოთამაშე უნდა მიეხმარონ ახუცრიშვილი უკან სულსუკან გადაცემა კიდევ ერთი გამოჩნდა მაჭარაშვილი შიგნით წავა სწორათაც იქცევა მაჭარაშვილი ფანტასტიკური ამოგდება შემდეგ აგრძელებს მესხიძე შეტევას ნახუცრიშვილი ისევ ხალის მოთამაშეებზე გავიდა თევდორაძე ოფლოუდი და გაიშალა ბურთი მარჯვნივ კი ბატონო მორკიანელმაც იბურთავეს და აქ თუ მივიდა გუშარაშვილის საფათო ანა იქ ჭავჭავაძე მოწინააღმდეგე და კარგი ამოგდება ასევე როგორი კარგი შეტევა განახორციელეს ახლა აქ სტუმრებმა შევიდნენ 22-ში ისევ იქვეა სიჩქარეში შეიყვანა მორკინალები სწრაფად უნდა გაიტანონ ბურთი ახლა არმიელებმა რაქიდან ასეც იქცევიან თევდორაძეს ზურგს უკან გადაცემა და აი ეს უზუსტო პასმა შეიძლება შეუნელოს კარგად საიდან ამოაგდო ახლა იქ მაჭარაშვილი იყო მესხიძე არა უკაცრავად ჭიჭინაძემ ძალიან კარგი გადაცემა გააკეთა და კი გვერდიდან გადაყარეს ალბათ პიტა აქ ძალიან კარგად წამოიღო არმია ბურთი თუმცა უნდა აღნიშნო აუცილებლად რომ ძალიან ცუდად და უტყამს რესტარტს სანდრო ფურცხვანიძე პირდაპირ ყოველგვარი წნეხის გარეშე იღებს ბურთს არმია და უკვე ზედეთ მეორჯერ გააკეთა ესე და ეს რა თქმა უნდა აძლევს არმიას თუ კონჩეტევა თუ არა კარგი ფეხის დარტყმად შეუძლიათ და შორს წამოვიდნენ ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რესტარტს როგორ შეიყვანს გუნდი ну ეს არ ვიცი ფურცხვაინძეს უნდა დავაბრალოთ თუ შეიძლება გუნდის ტაქტიკა იყოს ეგეთი რომ თავიდან გრძელი დარტყმული უნდა თუ აი წინვალი დარტყმული მარგველაშვილმა წინვალი გადაიტანა ამდენ 50 მეტრზე მეტი მოიგეს კი და თუ ალბათ ქარი ხوار მიეხმართ დაწყინო ძალიან კარგი ფორმაშია მარგველაშვილი მაგრამ ხო ქარის არ ჩანს კი ბატონო ძალიან მაგრად დაარტყა მაგრამ ნუ კარგი ცაცი აქვს მარგველაშვილს და მემარცხენეთვისაც თქონდა ის კარგი პოზიცია იყო მაგრამ მაინც ძალიან დიდი მანძილი მოიგო ეთანხმებით ამასობაში მე პატარა ტექნიკური ხარვეზი გაქვს ყოველ შემთხვევაში ჩვენს ოთახში ეკრანზე სურათი გვაქვს გაქვავებული და გადავალთ მანამდე ესე იგი ცხრილს გაგაცნობთ თუ როგორ გამოიყურება პირველ ადგილზე ბათუმის ბათუმი გახლავთ 3-დან 3 მოგება 14 გულით მეორეზე ქუთაისის აია 3-დან 2 მოგება და 10 გულა აქვს მერე მოდიან ხარები ლელო და არესი არიან მე-9 9 გულით არიან
მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილზე ერთი განსხვავებით, რომ ხარებსა და არეს თამაში აქვთ ერთით ნაკლები, ვიდრე ლელოს. ამიტომ ნებისმიერი გუნდი, რომელიც ხარები მოგეხსენებათ დღეს თამაშობს კიდევ ერთ თამაშს და არესი აგერ ჩვენს თვალწინ. და ნებისმიერი მათი გამარჯვება ლელოს გადაასწრებს. შემდეგ მეექვსეზე ხვამლი, მეშვიდეზე წიქარა, მერვეზე არმია და გორი და ყაზბეგი მე-9-10 ადგილზე არიან. ამასობაში დაუბრუნდით ტელეეკრანებს და დერეფანი აქვთ ძალიან გრძელი დარტყმულის შემდეგ არესის ორაგბეებს და ცქიფურიშვილი ელოდება სანამ უმკურნალებენ რომელიღაც მორაგბეს. ვერ ხედავ ეტყობა ფრთაზეა იქით. რაღაცა პატარა ტრამვა. კარგი აუტი მოლი და დაიწყო მე მგონი წინსვლა არესმა, ვერდით შეიცვალეს ბურთისა და ჯარიმა კი ბატონო. გვერდან შესვლის გამო დაჯარიმდნენ. მაგ რა ხდება, კარგად მოძრაობს არესის მორაგბე, გავიდა ხაზე. ეს ცუდი პასი იყო და დაიკარგა. დააბრუნებს ჯარიმის ურთიერთობას შოთა თევზაძე. ხო, ამ პოზიციიდან ალბათ უფრო დიდი შანსია, რომ აუჩი დაარტყას არესმა. კი ბატონო, ასეც იქცევა მარგველაშვილი. მეტრიან ზონაში აქვთ ქუთაისელებს. დერეფანი არ ახდა დაცვაში, არნერათა უკეთესად დაიცვან და მოწყდა იქ ერთი მორაგბე, წავიდა პირდაპირ ძირს, ეს ჩაქცევა ნამდვილად არ იქნება. თამაშობს ხილაძე, კარგად უთყამს. და ლელო, წინ თამაში დაუვარდა ბოლო წამს დაუვარდა ბურთი. რამდენად მნიშვნელოვანია, ესე იგი მსაჯის ადგილზე ყოფნა. ხო. პიტას დაუვარდა ბოლო წამს. კი. გადარჩა არმია თავიდან თვითონ თევზაძესაც ეგონა რომ ლელო იყო, მაგრამ აი სწორედ გაჩენა აღნიშნეს იყო ქვედგო მამა. კი, თანამსაჯიც იქვე იყო და ცენტრალური მსაჯიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღევანდელ შეხვედრაში ამ შეხვედრაში ვიდეო რეფერის საშუალება არ არის, ამიტომ გავსჭით მხოლოდ იმას, რასაც ადგილზე დავინახავთ. მაჩალაძე და ხელიდან აართოს გოჭვაში, ნახუცრიშვილმა მოძებნა უკან цаრიელი ადგილი კი და ძალიან კარგი დარტყმაც განახორციელა სანდრომ. იყვება იქ არმია და ბევრი აცადეს. კვირიკაშვილი თვითონ წამოვა აუცილებლად, ის ეძებს ხშირად კონტაქტს, გამოშალა არესმა ფუცვანიძე. ორი გაუცურდათ ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეტევაში აქ არმიელებს და დიდი ადგილი მისცეს და აქ საკმაოდ მნიშვნელოვან შეცდომას უშვებს არესი. ბურთი პირდაპირ გადააგდეს კიდეზე, საიდანაც არმიელებს ექნებათ შეტევის წამოწყების საშუალება დერეფნიდან.
ორი ხელით კარგად მოიგეს არმიელებმა და დაცვაში ნაკლები კაცია დერეფანში წესით უნდა მიწოლილიყვნენ, ოდნავ დააგვიანეს და საბოლოო ჯამში და აქ გაჭრა არისმა. და გაითვისა კარგად ითამაშა ნახუციშვილმა გაიტანა ბურთი გადაარჩინა შეტევა. და მაღალი ბოჭა მოუვიდათ. პირველი არ იყო მაღალი ბოჭა, უბრალოდ გულში მეტყვი რომ მეერე შეეხნენ მას კისრის არეში. ჭრაზე პასი შევიდა პიტერსი. თაზე აბა ნახოთ ალბათაც კიდევ ერთხელ. თუმცა ამჯერადში კარგად იმოძრავა მაინც შეინახა ბურთი. ისევ ტაბატაძე რა კონტაქტი მიცა თუმცა დააგდო, მაგრამ მაინც კარგი იყო. ყოჩა 18 წლის მორაგბეს. არ არის იული დიდაჩი, ფიზიკური ჩემპიონატია, არ არის 18 წლის მორაგბისთვის თავის გამოჩენა. და შევაგოთ ნებისმიერ ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც თუ 18-ის ასაკში შეგვიძლია რაღაც აჩვენო, ესე იგი გააქვს პერსპექტივა. ჯარიმამ ნახოთ კარებს კი აჩვენებს თევდორაძე, კი მე მგონი კარებში უტყავს. 32 წუთზე აქვს არმიას კიდევ 3 ქულით დაწინაურდეს. ზუსტია 13-5 უკვე კარგი უპირატესობა აქვს არმიას, ერთ შეტევაში ვერ გაქვითავს არის განსხვავებას. უფრო გაზრდიან თუ მოახერხებიდან გადავლენ მოწინააღმდეგის ნახევარზე ითამაშებენ, თან და უნდა დავაბოლოოთ შეტევები ორივე მხარე რაღაცა ისე ხშირად კარგავს. კი. თუმცა უარდება, თან კიდეზე გადადის პასი, მოკლედ ესეთი შეტევის დაბოლოებები გვაკლია. აი ამჯერად კარგი უკეთესი რესტარტი იყო. მოიქცა წნეხში არმია. მაღალ აბრაგანს წევს თან საბრძოლო გამოვა რა საბოლოო ჯამში. კიდევ ერთხელ კარგია კვესელავა. დახეთ აფარება იქ თუ არ ვწდები შეეხო ბურთს. კი, უნდა გაშეულია თქმა უნდა თამაში აქ არმიას მორაგბისგან მივიდა ბურთი და წამოვიდა ხაზზე. ზურაძე ძელი პასი ფთაზე კვირიკაშვილი. აქ წინ ხო არ იყო კვესელავა, კი წინ იყო რა თქმა უნდა. და დაკარგა კვესელავამ ტაიმინგი გაასწრო ცოტა მოვლენებს და ჯარიმა არესის წინააღმდეგ. კარგად ახდა გუშარაშვილი მოლი. ნუ გაიტავს ნახუციშვილმა თვითონ შეუტია. დავიდა და გააფუშტა აქ ბოჭა და მარტივად შედის. სანდრო ნახუცრიშვილი და უკვე ძალიან დიდი უპირატესობა აქვს არმიას პირველ ტაიმის ბოლოს. მარტივ ბოჭა გააფუჭეს აქ წესით რა თქმა უნდა მესამე ხაზი ვალდებული იყო შეებოჭა ცხანომერი, თუმცა ნახუცრიშვილი რა თქმა უნდა ნუ არმიას გამოკვეთ ლიდერია სანდრო ნახუცრიშვილი რა ვიცი როცა გუნდს უჭირს ყველა პოზიციაზე დგება და ეხლა უკვე თავის პოზიციიდან ულიდერა ბიჭებს. არმიას მეორე ლელა უკვე 5-18 და გარდასახვა ძალიან მარტივი პოზიციიდან.
5-20. 15 ქულა უკვე საკმაოდ დიდი სხვაობაა. კი, ჭირდება უკვე თან არის კარგა ლეულს მესავთ არაფერი არ გაუკეთებია ფაქტიურად. თუ ტაიმის ბოლოს არ აწყენდა სხვათა შორის თუ უნდა თამაში დარჩენა კარგად ითამაშეს კიდევ ერთხელ არმიას მორაგბეებმა. კვესელავა კარგად და ჯარიმა კიდევ. ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვებული რჩება არმია. უპირატესობა გადადის კი არმიის მხარეს. ცუდად მოწოდა, თუმცა დარჩა ბურთი არმიას და გადავიდა თამაში რაკში. ჩხარტიშვილი. თვითონ წაიღო კარგი მიძალება. მოიგო 1-5 მეტრი. კიდევ ერთი დარტყმა მიდის არმია წინ. გელაძე. მანაც წაწია. და ისე მოწინააღმდეგის ნახევარზე არიან არმიელები. ბერიკაშვილმაც ივარგა. ჯაჯობით ყველა წაღებაზე წაწიეს ბურთი წინ. კიდე და აქ უკვე თუმცა უნდა გაათქვა უნდა ჯარიმა იქნება და უნდა განთავისუფლოს. ჭავჭავაძე არეკზე გადის კი ბატონო არეკნი თევდორაძე ცუდა დაათხა დაუფარა ნახოთ დაძაბულობა დოღი მარა და კარგად გარბიანი სამი არმიელია წინ და დაიცვეს და იქნება ლევოსკაიდან განახლება. გას კვაგადიბინა პიტერსმა უკან იყო და გადაასწრო აქ მარგველაშვილს. თუმცა მაინც არესის კარგად დასრულა ეს ეპიზოდი მეტოქის 22-ში აღმოჩნდა და ტამის ბოლოს ექნებათ ერთი შეტევა მეტოქის 22-დან. მე-19 წუთი პირველ ტაიმის დასრულებამდე სულ წუთი და ოდნავ მეტი რჩება, თევდორაძე გამოდის ლევლოს ხაზიდან. აქ რა ხდება შეუთამაშდა ბურთი კვესელოვას, მაგრამ დაიჭირა. წამოვიდა კარგი შეტევა, მთაზე ხაბულიანი. ბოჭო კარგი გააკეთეს გარბიელება და აი სწორედ ამას ვიძახე რომ მერე დაბოლოებები არ გამოგვდის არც ერთ გუნდს, არც ქუთაისს, არც არმიას. კი აქ უნდა თვითონ შეინახა, იმიტომ რომ მაინც კარგი შეტევა გამოვიდა, არის შევიდნენ მეტოქის 22-ში და ასე რომ ხო არ იყო რისკი საჭირო, თუმცა ნუ ეს რა თქმა უნდა იოლ სათქმელია ხანდახან ასეთ ოფლოუდებს კარგი ლუებიც მოყვება. და ტაიმის ალბათ ბოლო ეპიზოდი, ნახოთ თუ რა თქმა უნდა შეინარჩუნა ბურთი არმიამ.
ცუდი აუტი. ის ჩავარდა ცკიფურიშვილს და წავიდა ცკიფურიშვილი. ისე თუ ზევიდან რატომ მინდიან ამას ქვევით უნდა გააკეთო ბოჭო, თორე ეგრე ბევრ ადგილს აძლევდა. ბურჯალიანი კარგად გააჩერეს. პიტა ინა გაეშვა ხელი და ასეც იქცევიან. შეაბრუნა მარგველაშვილმა მაჩალაძე. ნახოთ მოახერხებს თუ არა არესი ლელოთი დაასრულოს და და თამაშგარის თამაშგარისობა ექნებათ. რა თქმა უნდა, თამაშგარე იყო, პიტა მიიწევს ცდილობს გარღვევას. თევზაძე პასი მიცა ცხადაძე ისევ თევზაძე კარგად დგას, ამუშავებს ფეხებს, ახლოს არის. დამიწება ვერ მოახერხეს, მაგრამ ბურთს მე მგონი ისევ ინარჩუნებენ. თან ჯარიმის უპირატესობა აქვს. გაათამაშა პიტა, წავიდა წინ, ურქინა, ინარჩუნებენ ბურთს და მე მგონი ლელოთი დაასრულებენ. კი, ტაიმის ბოლოს მნიშვნელოვანი ლელო გაიტანა არესმა, მათთვის მნიშვნელოვანი 10-ით 20 და კარგ პოზიციაში გარდასახვა. და უნიშნავთ ის, რომ თამაში უკვე ბოლო წუთებში გამოცოცხლა ძალიან. გაიძაბა უკვე. და იმედია საინტერესო მეორე ტაიმი იქნება, ნახოთ აქ უკვე ფურცხანის გარდასახვა. თორმეტი დოცი დავისვენოთ 10 თროებით.
გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქუთაისის არესისა და თბილისის არმიის დაპირისპირებით, სადაც საკმაოდ ისეთი კარგი თამაში შეგვიძლია დავარქვა 12-20 მარცხ ხდება ჯერჯერობით სახში ქუთაისის არესი. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში დაძაბულის პირი უჩანს, ასე ვთქვათ, სანახაობრივად ცოტა დიდი არ იყოს, მაგრამ დაძაბულობა იქნება ალბათ. ნახოთ, მარგველაშვილი ადის აბრაგანით. აქ პიერსი ხდება, თვითონ შეიცურა, თუმცა აქ აიღო კვირიკაშვილია თორსტები. და ჯარიმა. მარგველაშვილი ნახოთ დარტყამს აუჩი, მარჯვენა მხრიდან ახალცაცია ხშირად ისასრულებს დარტყმებს. კიდევ ერთხელ კარგად გადაიტანა. კარგი აუტი და გამოშალეს ხაზზე. მაღალ სისაბაზე ჩაერთო თევზაძე, ოფლოუდი, თუმცა წინა. პიერსი ფეხით დაბრუნებს, დასრულდება აქ უპირატესობა. კარგად დაარტყა პიტერსმა. თუმცა კვესელავაც ყოველთვის კარგია უკან და ეხაც წამოიღო ბურთი. ბოჭაც კარგი დაახვედრეს იქ არმიის მორაგბეებმა, ისევ ხელდახელ არესელები არიან. ხილაძე აქ ახტება ნომაზონ შეუტია მარგველაშვილმა აქვს მიყოლა არავინ არ მიყვება გზელი პასი კარგი პასი თან კვირიკაშვილი მივიდა დარჩა მოედანში და აქ კარგი ლელო ყინვალელი დუბლი ზუაზნაც ყველაფერი კი დაიწყო კვესელას წამოღებული შეტევით, შემდეგ მარგველაშვილმა გაჭრა წინვალეთ და პასიც მშვენიერი გააკეთა. რთული პასი იყო თქვენ სხვადასხვა გრძელი და დაბრუნდა უკვე შეგვიძლია თქვა სრულად დაბრუნდა არის თამაში. სანდო ფუცხვენძე დაარტყამს რთულ გარდასახვას. ზუსტია ფურცხვაინძე 19-20. მინიმალური სხვაობა გუნდებს შორის. ცენტრიდან განახლება არმიელებმა 22 მეტრიან ზონამდე დაარტყეს სადღაც და დაეუფლა უპრობლემოდ. ქუთაისის არესი არ ჩქარობენ ჯერჯერობით, ფეხით აპირებენ გამოსვლას. მაღალი აბრაგანი აიწია, საბრძოლო იქნება სავარაუდოდ და ჰაერში პიტერსი კარგია. შვენივრად აიღო. აქ იზოლირებულია და კი ბატონო. წაიღეს ბურთი და აცდის შეხებაზე, თუმცა მერე უკვე გადაწყვიტა რომ მაინც დაეჯარიმებინა. ბატონო კიდევ ერთხელ ძალიან კარგად უთყამს გუჯა მარგველაშვილი
მივიდა დაახლოებით 20-ში იქნება არესის თერეფანი. ისე 22 მეტრიან ზონაში შევიდნენ ქუთაისელები. ახლა აუხდება ნეტა არმია. არმია თითქოს უკეთ გამოიყურებოდა თერთამის გოლში აუტ თერეფანში, მეტოქეთ შეაწუხეს 1-2 აქ კარგი აუტი ძალიან მაჩალაძეზე, მოლი და მოლი მიდის წინ. ახლა ღერძი შეიცვალა, კი ბატონო და აგზელებენ წინსვლას. ერთიო აქ რა ხდება ცკიფურიშვილი, მარტოა. დავიდა მუთაცხადაძე და ნუ მაგრამ ცოტა დააკდა სანტიმეტრები დააკდა. მოკინალები ჯარიმა რა თქმა უნდა. კი უყვირიან აქ სადარგოები რომ უპირატესობაო, მაგრამ აიც მოკინალებს აქვთ აქ მომენტი და შეცდომა დაუშვეს. ხო, ცოტა ერთმანეთს შეუშალეს ჩემი ერთახელი არესის მორაგბეებმა. ვერ გაიგეს რა იქნათ, ან მოკინალებმა ხაზზე გაიტანათ და ამაში ბურთის დაკარგეს. ნახოთ ახლა ჯარიმი რა თქმა უნდა შეუძლიათ წინ გასვლა, თუმცა რაღაც ისე უტევენ რომ ამბიცია დელოს ამბიცია აქვთ. კიდევ ერთი 5 მეტრიანი დერეფანი არესის შემოგდებით არმიას სავარაუდოდ აქ არ აუხდება თითქოს ეგრეთ განან რომ ახტომას არ აპირებენ. კი, ნუ როცა დომინაცია აქვს მეტოქეს ხშირად არ ხდებიან, თუმცა ხანდახან არის რომ მოულოდნელად ისევ აგიხდეს დამცველი და წაგართვას ბურთი. ნახოთ ასიზამს არმია ამ ეპიზოდში. კარგი აუტი ხილაძეზე, მოლი. უკვე შეცვალეს ღერძი და ეხლა დაიწყებენ წისვლას ქუთაისლები. კი ბატონო, მიდიან წინ და აქ ვერაფერი გააჩერეს რა თქმა უნდა. ბაქარ ბურჯალიანი როლის ავტორი. და ესე უცებ აი პირველ ტაიმის ბოლო წუთი რომ მივამატოთ, უცებ 8 წუთში 3 ლელო გაიტანა არესმა და რადიკალურად დაატრიალა სიტუაცია. 15 გოლს აგებდნენ და ეხლა იგებენ 4 ქულას. დიდხანს უმიზნა ფუცხვანიძემ და ზუსტად ეს ღირდა ეს 30 ზუსტი გარდასახვა 26-20 მასმიძების სასარგებლოდ. პიტერსმა კარგი დაკიდა საბრძოლოა, ნახოთ. და თუმცა აქ წინვალით აიღო ბურთი რანიბ ხალაძე. აქ რა ხდება, ბურთაობენ ქუთაისლები, მოკინალები აგზელებენ შეტევას, ახ ბაკურაძემ გაიარა რამდენიმე მეტრი და მარგველაშვილი ფეხს უწყობს. აეჭრა, ნატყვის ადგილიდან იქნება აუტი.
ჭავჭავაძე ნაკლებ კაცად ერეფანი დააყენეს. არმიელებმა და გაუცურდა შემოგდება. უკანო შოთა თევზაძე მაჩალაძე აუტევს. მაგ ჩავარდა რა თქმა უნდა. აუცილებლად მორაგბემა დარჩეს. აქ გაათამაშა სწრაფად ზულაძემაძემ, დაიხია არმიამ უკან არ დაარღვია წესები და ანუ აი ეს მე რამდენად მოსდის უკვე ან ერთ ან მეორე გუნდს რომ აი ესეთ დროს კარგავენ ძალიან მნიშვნელოვან ჩეტევის შანსს. ხდება რატომღაც ცოტა იწელება აუტის მოწოდება, ეხა მიდის არმია. არმიელებს ბოლო ორი აუტი გაუფუშდათ, თან ორივეჯერ იზარალის ამ დაკარგვით. ნახოთ მესამე მსვლელობა. ამჯერად კარგი იყო ნახტომი გელაძის და პიტერსის აბრაგანი. კვეცელოვაკ ნუ კიდევ ერთხელ წინვალი ეს ბიჭი. თევზაძე გააჩერეს კარგად. ბაგარი პასი და იაგო ხაბულიანი თუ მოძრაობა დგას ფეხზე. ცხადაძე მოკლეზე ბაქარბუჯალიანი. და გადაკიდა მარგველაშვილმა, მისდევს არესი და აქ ცუდად მიიღო. კარგად. შეცდა ახალგაზრდა მორაგბე. გარისკეს რა იყო და შეცდა უფრო სწორედ მართლა გადაუვარდა მასაც. კი 4 კაცი მიდიოდა მასე და ცოტა არ არის იოლი ამ დროს ბურთის აღება. ერთი ნუ 17-ში არის ის აუტი ნახოთ. სახიფათოა არესი, კარგად აგორებენ მოს, ამიტომ არმია ფრთხილად უნდა იყოს თანხული ასეთ ადგილასთან წესები დაიცვა, თან კარგად მიაწვე და საიდან გამოტაცა ვინ იყო ანობერიკაშვილი იყო გაჭედავენ ბურთს საბოლოო ჯამში მე როგორც ვხედავ თუ ვერა კი გაჭედავენ კი და ეხა ახან ბურთი იმათმა წაიღეს და მე გაიჭედა ეხა განუმარტავს ალბათ შოთა თევზაძე ამას სწორედ ანობერიკაშვილს კი ბატონო ათამაშა თევზაძე ახტება წავიდა გააჩერეს გადმოდეს ცხადაძე ჯერჯერობით ეს ორი ფაზა კარგად დაიცვა თავი ძალიან არმიამ დომინანტი ბოჭები გააკეთეს მაჩალაძე ცკიფურიშვილი კიდევ ერთი გაჩერება კარგი იყო არმიასთვის და ჩაუვიდნენ კი ბატონო ეს ჩანდა ყველა ეპიზოდში დომინანტი იყო ამ მომენტში არმია და დაიცვეს თავი
ჯაში შემოსულა ამასობაში 10 ნომერზე, შეცვალა ალბათ თევდორაძე ან პიტერსი. ნახოთ. არმიას აუტიმათ 22-თან, ნახოთ. კარგი ნახტომი. ორი ხელით მოიგეს. მოიხსნა, წამოვიდნენ და ძლიერი ბოჭვა ძალიან და ჩავიდა. არა ვერ ჩავიდა, თუმცა წნეხში არმია. საბოლოოდ გადიან ფეხით. კარგადაც გადიან, საფათ შემოგდების კიდევ შემოაგდეს კიდევაც ქუთაისელებმა. ზურაძევაც ფეხი გადაიკიდა. და წაპიტერსის სახიფათოა ძალიან. გავდა და პიტერსმა გაჭრა ხაზი და გარბის თვითონ უკან გაპასი და მაჭარაშვილის ლელო. ფანტასტიკური ლელო. აი ეს ერთი დადებითი ეპიზოდი დაცვაში რამდენად მნიშვნელოვანია და ძალიან შემატებელია გუნდისთვის და კონჩეტევაძე ვხედავ პიტერსმა ჩაუვარდა მომენტი სულად გადაკიდა ექსნელაძემ და დაიჭირა კონჩეტევაძე არმიამ მეტოქე 26-25 ჯერ კიდევ არაფერი დამთავრებულა მე-15 წუთის მიწურულს. ჯაში ეცდება კიდევ ორი ქულა დაუმატოს. წინ გაიყვანოს. მნიშვნელოვანი დარტყმა მისთვის და გუნდისთვის. ძელი. ერთგულიანი სხვაობა, მგონი სრულ დრამატიზმამდე მივალთ სერგო დღევანდელ შეხვედრაში. კი ბატონო. და პირდაპირ გადადის. შერკინებას იღებს არმია. რაღაც პაუზა გვაქვს თუ რა ხდება? გავიდა ხაზე გაიშალა მარცხნივ ბურთი.
შევჯერობით ინარჩუნები და კარგა ბლომად მეტრებიც მოიგეს არმიელებმა, აკონტროლებენ. იქვე კიდევ გარკვევა და ეხლა გადაუვარდა წინ. ნახოთ კონჩეტევაძე რას მოიმოქმედებს მასპინძელი მხარე, თუმცა აქედან ფეხით გავიდნენ. რადგან ჩახურული იყო და კარგი ადგილიც მოძებნეს. ჯიჯინაძე აიჭრა მე მგონი, კი ბატონო. დაეცა. საბოლოო ჯამში არის ის აუტი ცენტრალურ ზონაში. კარგი აუტი ქუთაისლების და ეხლა აწევს მაღალ ბურთს. ბურთხვანიც. ვინ იქნება უკვე? ზნელაძე ფანტასტიკურად თამაშობს. კარგად გათვალა ბურთის დაცემის წერტილი და თვითონ დაეუფლა. მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, ისევ ცუდი გადაცემა და არა, ფეხიდან იყო რა თქმა უნდა, გამიკვიდა ატო გაჩერდნენ. უნდა ეგონათ და აქ რაიმ ზუსტად მაგ პაუზამ დააკარგინა ეხლა ბურთი ქუთაისის არის. ხო, რა თქმა უნდა, ატო გაჩერდნენ აშკარად. ეს იგი პატარა არ ცოდნა, მოდი ასე დავარქვათ. ხო, კი ბატონო, ნამდვილად. მოგიხსენებათ ან არ ვიცი რამდენად ვიცით თუ არა, კარგად წინ თამაში იწვება მხრიდან ტევნის ჩათვლით. სხვა სკოლის წერტილით ესეც ძალით თუ არ გადააგდე, რა თქმა უნდა, წინ შეუძლია მსაჯს გაგრძელებინოს თამაში. ამიტომ ეს ხანდახან რო გესმით და თავიდან იყო და ითამაშეთ. თავზე თუ მოგხდა და დაგივარდა წესით საზრიანო მსაჯმა არ უნდა დაუსტვინოს პირდაპირ. კი, გახსოვთ ალბათ თუნდაც სოფლიოზე ნიკამაშვილი მსაჯი იაპონია ინგლისი, სადაც ჯორჯ მალერმა თავი მიატყა და ქლევო გაიტანეს თაურით ინგლისელებმა. და შეიცვალა უკვე ერთი ნომერი და კვაჭი არის შემოდგენობაში. გამოვიდნენ მოედანზე შოთა ხელაძე და ნიკა სირაძე. მოწინააღმდეგე 22 მეტრიანსა და 10 მეტრიან წოდელ ხაზში არიან არმიელები და ნაკლებ კაცად ერეფანი უყენიათ. კარგი აუტი ძალიან და აი მოიშალა. ბურთი ეს კარგი დარტყმა შეიძლება აქვს, არის მიძალება. 61 წუთი მიდის ამასობაში, ნელ-ნელა უახლოვდებით მეორე ნახევრის ბოლო ეტაპს. ლაშხი, კარგი პასი ჭაზე პიტერსი. კარგია პიტერსი ძალიან შევიდა ხრეელში, შეინარჩუნა ბურთი, ისევ სწრაფი გათამაშება აქვს ნახოცრიშვილი. ორკინალები აკეთებენ დარტყმას. აქ რა ხდება, არა გრძელდება შეტევა. უკვე აიღე და მიძაზე გადავლენ არმიელები, გააკეთეს მოკლიანებით ერთი დარტყმა. ნახოთ ახლა ჯარიმაც რო გამოიმუშაონ, ეს მათთვის კარგი შედეგი იქნება. და აქ არის შანსი რა თქმა უნდა, თუ მოკლიანებით კარგად შეჭქვა, იქ არის ყოველთვის შანსი რომ მეთოქე დაჯარიმდეს. არის პატრა წინსვლა მათ მიძალებებში, კი ეხაც არის, ნახოთ, მიდიან, აგზელებენ არმიელები. თან მომენტუმი აქვს აღებული და ვთქვათ უნდა იყოს არესი რომ ერთგულას აგებენ და არ უნდა არღვიონ წესი. ეს კარგი მიძალებაა, სათუს და ჩაიჟნენ კარგად არესის მოძებნები. იორგა ნიკა სირაძე რომელიც სხვადასხვა მესამე ხაზელი იყო პირველ ხაზში გადასულა ერთ ნომერზე. წაღება კარგი იყო, მაგრამ თუმცა ამ მომენტში ყოველთვის პატარა დეტალს მნიშვნელობას არ უნდა დარჩე იზოლირებული და ესე მოხდა ამ შემთხვევაში. მარგველაშვილი ვერ გადადის წინ თამაში. დაუვარდა თურქი, არა და შეეძლო აქ არმიას უკვე თამაში ალბათ თუ გადავიდა, ნახოთ.
შეკინება იქნება. კი ბატონო, წინ თამაში. Საფად გაიტანეს ქუთაისლებმა. კვირიკაშვილი მივიდა გაიარა რამდენიმე მეტრი. აქ ისევ მარგველაშვილი შეტყდა და დაასრულებს. მეორეჯერ წინვალია დღეს. წინვალე სეზონი აქვს ზოგადად უჯა მარგველაშვილს. ზუსტია ფურცხვანიძე და უკვე არესი გაცდა ერთელოიან ზღვარს, ასე რომ უკვე ორი შეტევა დაჭირდება არმიას თამაშის მოსაგებად. ხდება ტრავმებია. აქ მიიღო ფურცხვანიძემ და არტყა ვერ გადადის აუტში პიტერსი. გამუშალა არმიამ ხაზი მაჭარაშვილი. წავიდა მაჭარაშვილი ჭრაზეც გაიარა თუმცა ბოლოს შებოჭეს. აქ რა ხდება აწუხებს არესი რაქში მეტოქეს. პიტერსი თვითონ შეუტია აქ ცუდი პასი. პასი ცუდი იყო ძალიან. კარგი, თხილად ბიჭებო, თხილად. უნდა გაუშვას, რა თქმა უნდა, პიტამ. ხო, ნუ ახასიათებს რა თქმა უნდა ეს ბიჯელევსკის სტილი თამაში, ბოჭვის მერე კიდე აგრესიული ხელისკურა ესეთი ილეთები. არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, გაართხილა შოთა თევზაძემ. თუმცა ეს პიტა არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის მეორე ბიჯელია. სოლომონი რაუნგი ახალი ბიჯელი არის. ამასობაში 67 წუთი 8 ქულით არის უკვე წინ ქუთაისის არესი. თავისუფლად არის შანსი რომ თუ მოახერხებს არმია რომ დააბოლოს ოღონდ ჩეტევები შეატრიალოს თამაშის ბედი სხვა შემთხვევაში. ლეგოების რაოდენობა როგორ აქვს? 5-3-ზე. 5-3-ზე. ესე იგი ერთი ლეგოც უნდა და სხვა შემთხვევაში არეს აქვს ბონუსკულიანი გამარჯვების კი წასვლის შანსი თუ კიდევ ერთ ლეგოს გაიტანს და არ მიიღებს არც ერთს. აი ახალი შემოსული ბიჯელი, კვირიკაშვილი კარგად მოჭავენ მას ფრთაზე. დარჩა მოედანში.
და წავიდნენ მოკინალები. სირაძე, აი კარგი ამოსვლა, ჩახურეს კარგად. თუმცა უნდა გადაგორდეს, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა თხანსი იკოტრიალა და შეუნელეს ბურთი არმიელებმა და აქ დააჯარიმებენ პირდაპირ. რა თქმა უნდა არის მომენტი რა თქმა უნდა ჩარჩენია მორაგბე და აბსოლუტურად მსაჯული, მაგრამ ახლა ეს არნიშნავს იმას, რომ არის სწრაფად არის მოძრაოს მორაგბემ და თუმცა 3 ნომერია 72 წუთია ძალიან ესიოლი სალაპარაკოა თუმცა ბურჯისთვის 71 წუთზე გადაგორება სისწრაფეში რთული ამბავია რა თქმა უნდა ამ დროს ისინი შეცვლები არიან როგორც წესი მაგრამ ეს 3 ნომერი რაღაც ჩხარტიშვილი არ არის მე მგონი შეცვლილი ხო ნორევი ცოტა არეულია მოკეთ ჯარი მამასობაში ვნახოთ არესი რა თქმა უნდა ეცდება ეხა ბონუს ქულაზე გაიწიოს ხო შათირიშვილია თორსები არა, ალეკ. ჯი ბატონო, ჯაბა შათრიშვილია. 3 ნომერის გზზე აწერია, თუ ეს შეცვლა თქმა უნდა, ყვითელი ბარათიც მიიღო. ხო, ძიმედ გომაროში ჩააგდო ხა მან თავის სეკუნდი. ბაჭარიმების რაოდენობა მიიმატა და შოთას მე მგონი გაფრთხილებული ცხავდა გუნდები და მოკლედ კაცნაკული იქნება 78-19 წუთამდე თბილისის არმია ამ შემთხვევაში და კიდევ ახლოს მივიდნენ არესის მორაგბები მოწინააღმდეგის ლელოსთან ისევ დერეფანი და დერეფანში საკმაოდ პირველ ნახევარში უფრო არმია ჯობდა დერეფანში მე მგონი თუ სწორად მახსოვს და მე უკვე შეატრიალეს აქ 5 კაციანი დერეფანი ყავთ დაყენებული ქუთაისელებს მაგრამ საერთოდ ვერ მოიგეს საკუთარი შემოგდება და დარჩათ არმიელებს ნახოთ რას მოიმოქმედა აქ რა თქმა უნდა ფეხით უნდა გავიდნენ გააკეთეს კარგი დარტყმა კარგი მშვენიერი დარტყმა თუმცა ხდება ხელით მოდის არმია ნახუცრიშვილი ტაბატაძე სახიფათოა ძალიან არა მშვენიერი გაჭრა ოხ რა ბოჭვა სოლომონის წინააღმდეგ რამხელაკას შეუვარდა და პიტერსი რეალურად კარგად აკეთებს კიდევ ერთხელ კარგი პასი თაზე გელაძე გამქცევია ძალიან კარგი გამქცევია ძალიან მივიდა იყოლა საჭირდა ვის მისამართით ისროლა პასი გაუგებარია ცოტა იქ როგორც ჩანს მოხდა ხელზე წინ თამაში იყო ხო და გრძელდება არმიას შეტევა ჯარიმის უპირატესობა აქვს როგორც ჩანს თუ ეს ძალით წინ თამაში ჩაუთვალეს ნახოთ რა გაწევას შეიძლება ნახოთ აი ეს თუ ნახოთ აბა დაფიქრდება ახლა შოთა თევზაძე და მიიღებს გაწყვეტილებას გაივის კონსტატაციას არა ჯიბისკენ აიწაიო ხელი და ძალით შეტევის შეფერხების გამო ყვითელი ბარათით ისჯება ქუთაისელების მორაგბე გათანაბრდა რიცხობრივი რაოდენობა 14 რა ისე მოთამაშეების რაოდენობა მოედანზე კიდე ქუთაისელები ბოლომდე იქნებიან ნაკლები ახლა მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან არმიასთვის კარგი შეტევა გააკეთეს ხაზით აქ უგაკეშელავამ გამოიჩინა თავი და მესპიტერსი გადაიდა საუთში 7 მეტრში ეკნებათ სტუმრებს დერეფანი კონსტატაცია გაიარეს, ნახოთ ცოტა ჭავჭავაძე ისე მოედანზეა.
კარგი აუტი, მოიგო ბერიკაშვილმა, მოლი და მიდიან არმიელები წინ. აი ხა იცვალეს ღერძი. არა, ლეგალურად არის ყველაფერიო და გაიჭედება კი ბატონო. ამასობაში 8 წუთი თამაშის დასრულებამდე. ეს თავისუფალია, აუტში თუ გადავიდა მარგველაშვილი არმიას აუტი იქნება. და კიდევ ერთხელ იგივე ზონაში აჭარაშვილი შეცდა. ამასობაში 8 წუთში უკვე არ ვიცი რა აფულას ამდენად ამოხაჭავს. ხო, არმია. შოთა ხელაძე ყოფილა გაძევებული, კვაჭი მასმიზლების და ამიტომ დაბრუნდააც ქიფურიშვილი ჩაეხსნა იაგო ხილოძე. გაწერულ მოთამაშეს ვეძახით მას, მოგეხსენებათ შერკინების პირველი ხაზის მოთამაშეები ითვლებიან როგორც სპეციალისტებად, ანუ მაგ სპეციალური გაწვრთნა ჭირდებათ სხვა მოთამაშე, მიწოლიან შერკინებაში, ვერანაირად ვერ დადგება, თუ არ არის ამისთვის მზად. ამის მზაობას ადგენს გუნდი და არა მსაჯი, ამიტომ თუ გუნდი იძახის, რომ ის დაუშვათ ილასონია, ლუკა, სერგო გაბუნია, მაგრები არიან და პირველ ხაზში შეუვლიათო, საჯი ვერ ეთქვის, რომ არა არ შეუვლიათ, ახლა ნამეტანი გამხდარი თუ არ არის და თუ არის შემთხვევები, როცა მაგითად ხშირად მაგითად ერთი ნომრები შევა 3-ზე არ დადგეს. კი ბატონო და წესებში არ არის მითხრებული, რომ აუცილებლად პირველ ხაზში უნდა დაიწყოს თამაში ამა თუ იმ მოთამაშემ, შეგიძლიათ თქვა, რომ დაუშვათ აი ძნელაძე, ხო? შეუძლია თუ ისეთი მოთამაშეა, რომ ისეთი მაგარია ძნელაძე, რომ პირველ ხაზს თამაშობს და უკანა ხაზსაც. მაგრამ გეთვლება როგორც დამატებით პირველ ხაზებად. მოკლედ კატასტროფულად რთული წესები გვაქვს ხალხო რა, ძალიან დიდია ძალიან და კომპლექსური სპორტი რა ხან არის, ხო, ეს წესები, ესე იგი საუკუნეების მანძილზე მუტირება განიცადა და თითქოს უნდა გაადვილდეს და ემატება და და მე ხშირად არის მეც მაგათად მეც ხშირად არის რომ ხანდახან შევა ძველი წესი მგონია ისე მოქმედი რაც ახალია ის არის ესე ტრიალებს ხო აქ გავიდა საფად მაჩალაძე და ხაზია ბურთი ლუჭაზე რაპასი კვირიკაშვილი ნელაძემ დღეს მე მგონი მატჩის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატი ვიცით ვინც არის და ეს უკვე გარდატეხილელო იქნება კი ძალიან კარგი მატჩი ატარებს დღეს ნელაძე ორი ლელო არაჩვეულებრივი გააჭრები ახლა ამ შეტევაში ერთი პასი გაატანა მეორე კიდე ამოაგდო კი მიყვა თვითონ ბოლომდე შეტევას და აქ ერთ-ერთი ალბათ ინტრიგა ისჩება შეინარჩუნოს თუ არა არესი ბონუს გულას ეს მე-6 ლელოა 3 ლელო აქვს არმიას ასე რომ უკვე არესი ბონუს ზონაშია თუცხვაინძე ზუსტია 40-25. ხო 15 ქულას ჩამორჩებოდა პირველ ტაიმის ბოლო წუთზე არესი და უკვე 15 ქულას იგებენ. მას შემდეგ მათ მონაკვეთი 35-5 მოიგეს. პირველ ტაიმის ბოლო წუთიდან მოყოლებული. არმია გაჩერდა. კი, არმია გაჩერდა. მიიღო არესმა ბურთი. ჩარჩენი რომს ამოიღო ბურთი არის არმიას მორაგბეს ჩარჩენინი იყო თანაგუნდელი და ასე რომ დააჯარიმებდა ახშოთა თევზაძე მათ
საბრძოლო ბურთი კარგია საერთში რომელი იყო დავინახე 9 ნომერი ბარბაკაძე იყო ფაუსტები ჯაში გაიშალა მაჭარაშვილი ნახუცრიშვილი ყველგან არის უკვე მთაზე გადავიდა აგრეთვე არის კაპიტანი კი ალბათ გამოკვეთი ლიდერია ჯაში ათამაშა მორკინალები გელაძე და არა გადაყარეს სხიძე ყველა ჯერზე ეფექტურია ეს ბიჭი აქ დომინანტი ბოჭოა ქუთაისლებისგან საცუდი პასები მაგრამ მაინც ძლდება აჭარაშვილი გაჭრა კარგად შედის მიყოლა ასაჭირო კარგად ნახეთ და კარგად შეინახა ძალიან ბურთი მაჭარაშვილი განმოგდებული ბურთი ბევანო ბერიკაშვილი და აქ დიდხანს მოანდომა ძალიან 9 ნომერა ბურთის გატანა 9 ნომერი შეიძლება არც იყო სხვა პოზიციის მორაგბე იყო და ჯაშს გაუჭირდება ბურთის შენარჩუნება აქ თუ არა შეინარჩუნეს რაღაცნაირად არმიერებმა ნახუცრიშვილი ძელი რაკა პასი გააკეთა აქ და კეშელავა აქ თავისუფალია ეგ ბურთი ხდება განზე მიდიან თბილისლები არის აქ რაოდენობა და გაქვითოს ერთი ლელო არიან კი კი კარგი შეტევა ნამდვილად ნუ არმიამ რაც დღეს კარგი გაქნა ის არის რომ ანუ ორი ძალიან ლამაზი ორი კი არა სამი კარგი ლამაზი ლელო დადეს ხო ჯერჯერობით ეს გარდასახვა არ ყოფნის ნუგეშის ქულას და ეხა ბოლოს შეტევაში ალბათ ეცდებიან ნუგეშის ქულის აღებასაც და დააკარგიეს არის ბონუს ქულა ჯერჯერობით არ ნუ რა თქმა უნდა წუთნახევარი არის დარჩენილი კი, გადავიან გარიშოთ, დავხედოთ სატურნიო ცხელს. ამოგებით არის აგზელებს დაუმარცხებელ სერიას 3-3 გამარჯვება ექნებათ, თუმცა თუ ბონუს ქულა ვერ აიღეს, ანუ ბონუსზე კიდე არ დადეს, 13 ქულა გავხდება და უკვე ბათუმი იქნება ერთპიროვნული ლიდერი გათამაშებაში. ხო, არმიას, რა ვიცი, ხო 2 წაგებავთ, ეს მესამე წაგება იქნება და ამიტომ ნუგეშის ქულაც დაჭირდებათ ალბათ. არა წენთ და ასე რომ უნდა იბრძოლონ რა თქმა უნდა ამისთვის. კარგი ბურთი საბრძოლო. დარჩა არესი ცხადაძე. ფუცხვანიძე რუგე ჩამოშემოვიდა, კარგი შეტევა და წითამში. და თუმცა ეს გამორჩა, მე რამდენადაც დავინახებ. და არმიას არის ბურთი და შეუტიონ. ბოლო წუთი არმია ბოლომდე ითამაშებს რა თქმა უნდა. კი, აქ ხელით უნდა ითამაშონ, სხვა გზა არც აქვთ. ეს კარგია გელაძე სახიფათოა წავიდა მაღალი ბოჭოა უპირატესობა კიდევ ერთი ჯარიმის ნახუცრიშვილი არიღლება ეს კაცი გზელი გადაცემა საჭირო კარგი გადაცემა მოძებნეს არმიანმა პიტერსი ამოგდება შეუძლია ამოაგდო კიდევაც ჭავჭავაძე წინ პასი ხო არ იყო არაო როგორც ამბობენ მსაჯები და გრძელდება თუ რა იყო საბოლოო ჯამში წინ პასი და ეს უნდა დააბრუნდეს ჯარიმის უპირატესობა დრო ამასობაში ამოიწურება თამაშისთვის განკუთვნილი და გადავა სავარაუდოდ არმია კიდეზე და იქიდან ეცდებიან რომ კიდევ ერთი ლელო გაიტანოს. პრინციპში ჯარიმაც აწყობს არმიას ნუგეშისთვის, კარგად დაარტყა პიტერსმა.
და მოიპარა. წამოვა ბონუსზე არესი. ძლიერი დარტყმით გადადის სოლომონი წინ, ტოვებს მოედნის ფარგლებს და წესით სწრაფად შემოაგდებს ვითომ აღარა. როგორც ჩანს დრო ყოფილა დარჩენილი, ნახოთ თამაშის ოფში. აქ 77 წუთია. ანუ ესე იგი 2-3 წუთი კიდე დარჩენილია. დაბრუნდა გაძევებული შოთა ხელაძე, ასევე დაბრუნდება ბათხილაძეც, რომელიც შეწირეს. კი ბატონო. სრული შემადგენლობითა უკვე არის. მოიგეს ორი ხელით არ მიენება, მაგრამ ის დარჩა იქ საბოლოო ჯამში ისევ მათ. არის დარჩა. არესია ბურთით ხელში და მაჩალაძე. კარგი აფეთქება წაიღო ბურთი წინ. მოკლეზე შეტევა ისევ სარიე ზონაში რა ხდება, თუმცა მაჭარაშვილმა აიღო. ახდება რაკში ცოტა დარჩა ჩეინარჩუნა ბურთი არ მია. დაარტყა შათერიშვილმა. არა, ფეხს არ უტყამენ არმიელები, კი არ აქვთ მაგის ფუფუნება და მოდიან ხელით. აქედან ახლა ხელით როგორ უნდა და ეს თავის მხარეს არის ჩარტყმა, ამიტომ წესის დარღვევა ვერანაირად ვერ იქნება. ცოტა ტემპი უნდა აჩქარდეს აქ არმიას, წაფი ბურთი ჭირდებათ რაკიდან შათერიშვილი. ეს თითქოს კარგია, კი ბატონო გელაძე. გაატანა პასი მაჭარაშვილს. მაჭარაშვილმა გადაკიდა გელაძე. რა ხდება? და ზურაძე რა ამოაგდო ბურთი და საბოლოო ჯამში ვის უგდებენ ერთმანეთს ბურთებს აქ ვერ გაიგებ. ქაოსი იყო და დასრულდა თამაში 40-32 უხულელოიანი. იყო მომენტი როცა არმია იგებდა 15 ქულას, თუმცა საერთოდ ქულის გარეშე დარჩენ დღეს ადრითას რა თქმა უნდა ისინი იქნებიან მოყოფილო, ხოლო არესი დარჩა ბონუს ქულის გარეშე, იყო ფავორიტი, მაგრამ ისე მიდიოდა თამაში რომ რა თქმა გილოსინას მიყავდა, ხოლო არ გადართოთ, მალე დაიწყება რეპორტაჟი ხვამლიანიდან ხვამლიანის. მე იქაც დაგხვდებით ყველგან მე ვარ. კარგად ბრძანდებოდეთ.